ნამდვილად არის შერჩევითი სამართალი ქვეყანაში, იმიტომ რომ თუნდაც ავიღოთ მზია ამაღლებელი არის პატიმრობაში გაუგონარი ბრალის გამო, როცა თუნდაც იმ ფონზე რომ პოლიტიკოსები მილიონებს იპარავენ და ინახავენ სახლში, სახელმწიფო მათთან გარიგებაზე მიდის და ძალიან უმსუბუქებს ბრალს და ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ მედიას ხელს უშლის სახელმწიფო ფუნქციონირებაში, თუნდაც თქვენს ტელეკომპანიას თრიალეთს ადევს ყადაღად და საშუალება არ აქვს, რომ თავისი საქმე გააკეთონ ჟურნალისტებმა და იმუშაონ. ამ დროს სამთავრობო არხების მიმართ ძალიან ლოიალურები არიან. ხალხისთვის არასდროს არ აყოფილა კანონი და არც იქნება. მით უმეტეს ეხლანდელ დროში, ამ მთავრობის ხელში. აი აქ ამას. მე არაფრის არ მეშინია, იმიტომ ავდგევარ და თავისუფლად ვლაპარაკო. სანამაო არ მე ჩემს სიმართლეს გავიტან ბოლომდე. ზოგს რაღაცა აქ ისეთი, რომ აშინებენ წაგართმევო. ჩამოგართმე ვეღარ მიიღებ სოციალურ დახმარებასა და რაღაცები ეგეთი აშინება. არჩევნებზე იცოდნენ რომ მე არ მივცევდი ხმასა და ბიულეტინიც არ მომიტანეს. რა თქმა უნდა შერჩევითი სამართალია. არა. ყველასთვის ერთია კანონი? კი. საერთოდ არის სამართალი? მეტი აღარაფერი ვკითხოთ. საერთოდ არის სამართალი ჩვენ ქვეყანაში?